გამარჯობათ, მე ზურაბ ლალიაშვილი ვარ. დღეს ვიმყოფებით საგარეჯოში, ოლნაჩის ტერიტორიაზე, სადაც 150 ჰექტარი კაკლის ბაღია გაშენებული. დღეს წარმოგიდგენთ მონკიეროს მოსავლის ამღებ მანქანას, რომელშიც ინოვაცია და წარმადობაა გაერთიანებული. ჩვენი კომპანია 2 წელზე მეტია, რაც მონკიეროს ტექნიკას ყიდის. ამ ეტაპზე საქართველოში 20-ზე მეტი მანქანა დანადგარია გაყიდული. ამ ბაღს კი 2 მოსავლის ამღები მანქანა და 2 ტრაქტორთან თავსებადი შეიკერი ემსახურება. რა ქმნის მონკიეროს მოსავლის ამღების განსაკუთრებულს, ამის პასუხისგასაცემად გავიაროთ მოსავლის აღების სქემა. წინა მხარეს გვაქვს ჯაგრისები, რომელიც რეგულირდება ნიადაგის მიხედვით და ძირს არც ერთ კაკალს არ ტოვებს. ამტანი ტრანსპორტიორის ჯაჭვი, სადაც ცილდება ძირითადი მტვერი. უკან მხარეს ვიბროსაცერში კი ხდება ქვების და ტოტების მოცილება და უკან გვაქვს ტევადი ბუნკერი, რომელიც ამ ტიპის მოსავლის ამღებ მანქანაში ინოვაციურია, რადგან არ ჭირდება დამატებითი ამწე ან ტრანსპორტიორი ძარაზე დასატვირთად. დრო ყველაზე მნიშვნელოვანია მოსავლის აღებაში. საუკეთესო შემთხვევაში მოსავლის ჩამოვარდნიდან 24 საათში პროდუქტი უკვე გადამუშავებული უნდა იყოს. მონკიეროს მანქანას მხოლოდ 2 გავლა ჭირდება ერთ რიგში მოსავლის სრულად გასუფთავებისთვის, განსხვავებით თავისი კონკურენტი მანქანებისა, სადაც რამდენიმე სხვადასხვა მანქანის გავლაა საჭირო იგივე შედეგის მისაღებად. მოგესალმებით, მე ნიკა ვარ სოლოღაშვილი, ოლნაჩის ტრაქტორების პარკის უფროსი. ჩვენი კომპანია დაახლოებით 8 წელია უკვე რაც არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კონკრეტული ბაღი შესულია სრულ მოსავლიანობად. ჩვენ წინა წლებში დაახლოებით 200 ადამიანზე მეტს ვამუშავებდით, რომ დაგვებინავებინა ჩვენი მოსავალი. გასულ სეზონზე შევიძინეთ 2 მოსავლის ამღები, მონკიეროს მოსავლის ამღები და 2 შეიკერი. რამაც ძალიან გაგვიადვილა მოსავლის დაბინავება. ამ მანქანის ძირითადი უპირატესობაა დროის, ფინანსის და ენერგიის დაზოგვა.